ამერიკული ინვესტიცია, გერმანული ტექნოლოგია და ქართული მონდომება. უნარჩენო წარმოების ამოქმედებისათვის მიღწეული საერთაშორისო სინთეზი. ახალი სიტყვა ქართული მეტალურგიის სფეროსა და მძიმე ინდუსტრიაში. უახლესი ტექნოლოგიის წიდის ჰიდროსეპარატორის გახსნის ცერემონიალი ფეროშენდებთა ქარხანაში. Congratulations and success. Thank you with your help. Thanks. I think we need applause. საწარმოში ახალი კომპლექსის გახსნის პროცესს უამრავი სტუმარი ესწრებოდა. ცერემონიაზე იყვნენ ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი, ადგილობრივი თვითმმართველობის პირები. დიპლომატიურ კორპუსს წარმოადგენდნენ ამერიკისა და გერმანიის ელჩები. Georgian American Alloys მნიშვნელოვანი ტექნიკური სიახლე მიულოცეს ასევე ეკონომიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა. ეს არის ძალიან კარგი მაგალითი ამ გლობალიზებული ეკონომიკისა, რამდენადაც აქ იყო ტექნოლოგია, ამერიკული ინვესტიცია და ქართული, ასე ვთქვათ, მონდომება და ქართული მხარის აქტიური მონაწილეობა, რაც ზრდის წარმადობას, ზრდის ჩვენი ურთიერთობების თანამშრომლობის ეფექტურობას და დიდ იმედს გამოვთქვავ, რომ ეს გაგრძელდება სამომავლოდ. Მინდა მიულოცა კომპანიას ამ ტექნოლოგიების დანერგვა საქართველოში უმნიშვნელოვანესია, რადგან ეს არის უნარჩენო წარმოება და მნიშვნელოვანია როგორც ეკოლოგიისთვის, ასევე ამ ინდუსტრიის განვითარებისათვის და დამატებით მინდა აღვნიშნო, რომ ეს საწარმო ჩვენს ეკონომიკაში უკვე ძალიან დიდი წვლილი შემოაქვს, 11% ექსპორტის ამ ნაწარმოების პროდუქციას გააჩნია და რა თქმა უნდა კიდევ უფრო გაიზრდება პროდუქტიულობა, კიდევ უფრო გაიზრდება საწარმო მოცულობა და ხარისხი, რაც უკვე მსოფლიო ბაზრებზე გახდეს კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს და მნიშვნელოვანია მსგავსი ტექნოლოგიების დანერგვა, რომელიც ასევე გამოიწვევს მეწარმეების და თითოეული დასაქმებულების უნარების გაუმჯობესებას და რაც რა თქმა უნდა თანამედროვე ეკონომიკის მშენებლობაში ძალიან დიდ წვლილს შეიტანს. ოფიციალური ცნობით მთლიანად კომპლექსი გულისხმობს დახურულ გადამამუშავებელ ციკლს, რაც გარემოს მავნე ზეგავლენისაგან იცავს. აღნიშნული ტექნოლოგიის დანერგვისათვის მოზიდულია 9 მილიონი ლარის ინვესტიცია, რომლის დიდი ნაწილი ათვისებულია გერმანული ტექნოლოგიური კომპანიის მიერ. Мы сегодня открыли комплекс сепарации. დღეს ჩვენ გავხსენით სეპარაციის კომპლექსი, რომელიც წიდას გადაამუშავებს და მას სასაქონლო სახეს მისცემს. დაახლოებით 5% მანგანუმის ამოღებაზეა ლაპარაკი, რომელიც სილიკომანგანუმის სახით არის ნარჩენებში გაბნეული. ჩვენ დამატებით რამდენიმე 1000 ტონა სილიკომანგანუმი გვექნება წლის განმავლობაში. ამ კომპლექსზე მუშაობს 30-35 ადამიანი, რომლებმაც სწავლება გაიარეს და გამოცდაც ჩააბარეს. სწავლება კიდევ გაგრძელდება, ჩვენ საუკეთესო კადრი გვეყოლება დაახლოებით 1 თვეში. Идет обратно в печь. დღევანდელ მსოფლიოში არ არსებობს ისეთი ტექნოლოგია, რომელიც ფეროშენადნობების წარმოების დროს თხევად ფაზაში ნოლამდე აშორიშორებდეს ლითონს და წიდას, თამყოლ წიდას, რამდენადაც მინარევების სახით, ნამცეცების სახით, სხვადასხვა ნაჭროვნების სახით წიდებს მაინც მიყვება ლითონი. დგას დღის წესრიგში, რომ ეს ძვირადღირებული ლითონი გამოაცალკეო და მისცე მას სასაქონლო სახე და სწორედ ამას ემსახურება სეპარატორები, რომელიც ჩვენმა ქარხანამ ფირმა ალმინერალი არის ასეთი გერმანული ფირმა, რომელთანაც 2012 წლიდან თანამშრომლობთ, იყო ხანგრძლივი პროცესი მოლაპარაკებებისა, კვლევებისა და მივედით იქამდე, რომ გაფორმდა ხელშეკრულება და დღეს მიჩერები ხართ, რომ უკვე დამონტაჟებული კომპლექსი იშვება და შეუდგება ფუნქციონირებას. ჰიდროსეპარატორის კომპლექსი დასაქმებულია დაახლოებით 30 მუშახელი, რომელთაც რამდენიმე თვიანი სწავლება ჩაუტარდათ. მათთვის სასწავლო პროცესი მეტი დახელოვნების მიზნით მომდევნო 1 თვის განმავლობაში ისევ გაგრძელდება. ჩემი პირადი მოვალეობა იქნება კომპიუტერით უნდა მართვა მთელი ეს სისტემები, რაც არის აქ დამონტაჟებული. ამისათვის გაიარეთ? ამისათვის გავიარეთ მომზადება თვითონ აქ პოლონელი თანამშრომლები იყვნენ ჩამოსული, კოლეგები და რომლებმაც აგვიხსნეს ყველაფერი ის როგორ უნდა გვემუშავა. ფეროშენადნობთა ქარხანა, რომელიც ქართული ამერიკული კომპანია Georgian American Alloys-ის მფლობელობაშია ჭიათურ მარგანესა და ვარციხესთან ერთად, ქვეყნის საექსპორტო ბრუნვის უმსხვილესი სექტორია. დირექცია ირწმუნება, რომ ახალი ტექნოლოგიების დანერგვით ის კიდევ უფრო წარმატებული იქნება.
რა პროცედურების გავლა უწევს პაციენტს აფთიაქში წამლის რეცეპტით შეძენის შესახებ კანონის ამოქმედების შემდეგ? რა დადებითი და უარყოფითი შედეგები მოყვა ამ რეფორმის ამოქმედებას? მირაბ სხილაძეს დღემდე აფთიაქში იმ მედიკამენტების შეძენისას, რომელსაც რეგულარულად მოიხმარს, პრობლემები არ შექმნია. თუმცა კანონის ამოქმედების შემდეგ იგი იძულებული გახდა მკურნალ ექიმთან ვიზიტზე ჩაწერილიყო. მიმიღო თინიკოქიმა ძალიან კარგად გამსინჯა, მომისმინა. რაღაცები შემიცვალა წამლებში. და რაც ყველაზე ძალიან მომეწონა, არის ის, რომ ხანძლივ მოქმედი რეცეპტი გამომიწერა, რაც იმას ნიშნავს, რომ 6 თვის განმავლობაში შემეძლება აქ მოусვლელად ავიღო ვიყიდო წამლებს. აფთიაქებში რეცეპტის საფუძველზე 1 სექტემბერს ამოქმედებულმა რეგულაციამ ახლახანს დამატებითი ცვლილებები განიცადა. ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტების სიაში კორექტივების შეტანა ჯანდაცვის სამინისტროს ფარმაცევტულმა ასოციაციამ შესთავაზა. საერთოდ რეცეპტური საკითხი რო დადგა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა საერთოდ საქართველოში, იმიტომ რომ ასეთი ქაოსური წერა ბურსლებზე წამლებისა იყო აბსოლუტურად არასწორი და როგორც იქნა ხელისუფლებამ დაადგა მას თავი, რომ რეცეპტი უნდა გამოიწეროს წამალი და არ უნდა იყოს ისეთი 3 და 4 და 7 ანტიბიოტიკის ერთად დაწერა, რომლებიც ერთმანეთს ხელს უშლიან და რითაც ზარალდებოდა პაციენტი და ამით გარკვეული ექიმები რაღაც და ფირმები, ფარმაცევტული ფირმები ღებულობდნენ გარკვეულ მოგებას. ეხლა რაც შეეხება ამ 791 პრეპარატს, ეს 791 პრეპარატი დასახელება წამლებისა, რომლებიც გადავიდნენ მესამე ჯგუფიდან გასაგებად რომ თქვა მესამე ჯგუფი არის ურეცეპტოდ გასაცემი წამლები, გადავიდა მეორე ჯგუფში, ანუ რეცეპტით გასაცემ წამლებში, ვინაიდან დადგა საკითხი იმის შესახებ, რომ ძალიან ბევრი დასახელება წამლებისა არ არის საზიანო პაციენტისათვის და მათი ყიდვა შესაძლებელია. თუმცა რა თქმა უნდა, ექიმის რჩევით როგორც ჯანდაცვის სამინისტროგან მარტავს რეგულაცია მოსახლეობაში თვითმკურნალობის აღკვეთის მიზნით იქნა შემოღებული. ამ მხრივ მონიტორინგი გრძელდება. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, კანონი პაციენტისათვის უფრო მეტად კომფორტული და უსაფრთხო უნდა გახდეს. პაციენტისა და მკურნალი ექიმის მჭიდრო კონტაქტების აუცილებლობაზე აკეთებენ აქცენტს ჯეო ჰოსპიტალსის ექიმებიც. ექიმს აქვს მხოლოდ პრეროგატივა დაავადების მკურნალობის რჩევის და შემდგომი მისი მეთვალყურეობის. აი რჩევის დონეზე უკვე ეს აღარ მოხდება. ის თვითნებური მკურნალობა, არადანიშნულებისამებრ მედიკამენტების მიღება. აი ეს შორეული შედეგები, რომელიც ამ არასისტემურ მკურნალობას ახლავს თან, ეს იქნება მინიმუმამდე დაყვანილი. თუმცა რიგების პრობლემა არის, თქვენც შეხედეთ, რომ საკმაოდ დიდია რიგები, მაგრამ ჩვენ მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვთხოვთ, წინასწარი რეგისტრაცია, ვიზიტი ოჯახის ექიმთან. ის დაუგეგმავს ყველა შესაძლო ვიზიტ სპეციალისტთან და საჭიროების შემთხვევაში ოჯახის ექიმი რეცეპტითაც უზრუნველყოფს, რჩევადარიგებითაც უზრუნველყოფს და მკურნალობის კურსსაც მიადევნებს თვალს. დარკლაუდი იგივე შავი ღრუბელი ახალგაზრდა როკერების ახალი ჯგუფი, რომელიც თავისი პატარა მატიანის მიუხედავად დიდი პუბლიკის მოხიბლას აპირებს. ჯგუფის სადაც უყვართ ის, რასაც აკეთებენ, უკრავენ და მღერიან იმას, რაც ძალიან მოსწონთ. ასე უკვე რეპერტუარში 20-ზე მეტი ნომერი მოაგროვეს და სრულყოფილად დაამუშავეს. ანუ ჩვენ საქმეს ვაკეთებთ, აი მაგალითად მე მაქვს რიტმის მოვალეობა, მე ჩემს მოვალეობას განვიხილავ, ვაკეთებ, აი დავუშვათ დრამის პარტია იქნება, ის თავისას გააკეთებ, შემდეგ ერთმანეთს უხამებთ ამას და საერთოდ ჯამში გამოდის მუსიკა. ამ მუსიკას მე ვარჯიშის შემდეგ, რეპეტიციების შემდეგ წარუდგენთ ხალხს და მე მგონი არ გამოდის ცუდი ჯამში. ჩვენი ასე ვთქვათ, დაწერილი მუსიკა იქნება თუ ცნობილი ჯგუფების კომპოზიციები იქნება ჩვენ მიერ განხილული. თანატოლებს თავის აგაზაფხულე ტურნეს მეშვეობით გააცნეს, თითქმის 1000-მდე სკოლა შემოიარეს და მათთვის ყველა დროის ჰიტად ქცეული სიმღერა ერთ საკონცერტო პროგრამად წარმოადგენეს.
Dark Cloud-ი გასული წლის მაისში დაიბადა, როგორც თანამოაზრეთა ჯგუფი, რომელმაც ძირითად მიმართულებად როკი ირჩია. თავიდან კულტურის სახლში რა ვიყავით მე და მიშკა, ის ბენდი იყო გაკეთებული და უკრავდით და შემდეგ შემოგვიმატა გიორგი სახელაშვილი და ასე ერთი თვე უკრავდით ერთად და შემდეგ შემოგვიმატა უკვე არჩილ ყინჭიძე და შემდეგ ჩავატარეთ კონცერტი პარკში და ჩვენი ხელმძღვანელი იყო თავიდან მერაბი კვინიკაძე. მოусმინე სხვა ჟანრის მუსიკებს ადრე უსმენდი, მაგალითად რეპს ან რაღაც ასე რეგის და მუსიკებს, მაგრამ მივხვდი ბოლოს რომ ეს არ იყო ჩემი საქმე. ანუ ამას როცა უსმენდი, რაღაც კარგად აღზნული თავს და შემდეგ მოусმინე როკს. პირველად დავიწყე Red Hot Chili Peppers-ის მოსმენა ჯგუფის. და ნენელა მე მომეწონა ეს ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებდნენ და მეც მინდოდა ანალოგიურ რო გამეკეთებინა. და ამიტომ დავიწყე დაკვრა, მოკიდე აკუსტიკურ გიტარას ხელი და რა ვიცი, ნენელა ვცდილობ რომ უფრო და უფრო გამაუმჯობესო ჩემი ასე თქვათ გიტარისადმი სიყვარული. ახლა ბას-გიტარა ირაკლი ლეჟავა, რითმი გიორგი სახელაშვილი, სოლო გიტარა და ვოკალი მიშიკო კვინიკაძე. მოგვიანებით ჯგუფში არჩილ ყინჭიძეც გამოჩნდა. ამ შემადგენლობით იმოგზაურა Dark Cloud-მა სასკოლო საკონცერტო დარბაზებიდან ღია ცის ქვეშ კონცერტებამდე და ფანებიც მოაგროვა. ახალგაზრდა როკერებს ორგანიზაციულ დახმარებას თემურ კვინიკაძე უწევს. რეპერტუარის და შესრულებას და საერთოდ ჰარმონიაზე თვითონ მუშაობენ. მე უბრალოდ რაც მევალება ეგ არის რომ პიარი გავუკეთო და ტექნიკით დავეხმარო და ეკონომიური კუთხით გვერდში დაუდგე. მოუწოდებთ ვისაც ხელეწიფება საერთოდ ასეთი რამის მიმართ ხელის გაწვდომა რომ არ დაიშუროს და დაეხმაროს მოსწავლე ახალგაზრდობას და თავის წვლილი შეიტანოს ამ უაღრესად კარგ საქმეში. ხვალ Dark Cloud-ს დიდი საღამო აქვს. ახალგაზრდული როკ ჯგუფი 5 საათიდან სპორტის სასახლის სივრცეს მთლიანად დაიბყრობს. დავიწყეთ კონცერტები მაისიდან და ჩვენი მიზანი იყო რომ ზესტაფონის მოსწავლე ახალგაზრდობასთან უფრო მჭიდრო კავშირი ვქონოდა და ჩვენ ყოფილიყავით ერთი გუნდი და ერთი ოჯახი. ეს ამ კონცერტებს ერქვა საგაზაფხულო კონცერტები, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ჩვენ ვერ შევძელით რომ ივნისში ჩაგვეტარებინა კონცერტი, გალა კონცერტი ან დასკვნითი კონცერტი ახალ სპორტ სასახლეში და ამიტომ ჩვენ ეს კონცერტი გადავწიეთ სექტემბრისთვის და 19 სექტემბრისთვის ანუ ხვალისთვის და ჩვენ გვინდა რომ აი ეს კონცერტი იყოს ძალიან გრანდიოზული. ჩვენ ამ ყველაფერს ვცდილობთ ამისთვის დავამატეთ ასევე რამოდენიმე სიმღერა და ჩვენი რეპერტუარი შეიცავს 23 სიმღერას, როგორც ალტერნატიულს, ისე როკ მუსიკას და ჩვენ ყველაფერს ვცდილობთ რომ ეს მუსიკები იყოს ძალიან კარგად შესრულებული. მაყურებელთა მოხიბლას Dark Cloud-ი მარტო საკონცერტო პროგრამით არ აპირებს. ერთგვარ სიურპრიზსაც უმზადებს ის სპორტის სასახლეში შეკრებილ როკის მოყვარულ საზოგადოებას.